მოგესალმებით მეგობრებო, მოხარული ვარ რომ თქვენთან ვარ, მოხარული ვარ რომ ეკლესიაში ვიმყოფები და მოხარული ვარ რომ აი მღონისძიებათა რიგს უერთდები, რომელიც თქვენთვის უკვე ტრადიციად არის ქცეული. ყოველ კვირა თუ ორ კვირაში ერთხელ იკრიბებით, იხილავთ მთელ რიგ ამბებს, მთელ რიგ ეპიზოდებს საქართველოს ისტორიიდან, ჩვენი ეკლესიის ისტორიიდან და მეც ბატონ გიორგის მოწვევით მოვედი, რათა ერთ-ერთ ეპიზოდს შევეხო, თქვენთან ერთად განვიხილო. ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული უკვე სახელგანთქმული გეორგიევსკის ტრაქტატი. ინტერესი გეორგიევსკის ტრაქტატისადმი არის უკვე მესამე საუკუნეში გადავდივართ, ორი საუკუნე ნახევარი გავიდა თითქმის, რომ ინტერესი ქართველი საზოგადოების არ ცხრება აი ამ მოვლენისადმი. მე ვგულისხმობ არა მარტო დღევანდელ საზოგადოებას, არამედ ჩვენ წინაპართა თაობებს და თაობებს. 1832 წელს, როდესაც საგამოძიებო კომისიამ აღმოაჩინა ეს შეთქმულება, მერე პირველად ეჭვი 155 კაცზე მიიტანა და აი ამ ეჭვმიტანითა ყველა სახლი გაჩხრიკა თავიდან ბოლომდე. ერთ-ერთი გაჩხრეკილი იყო, ერთ-ერთი მოთავი ამ შეთქმულების დიმიტრი ერისთავი, რომელსაც ქაღალდებში უპოვეს ჩანაწერები ტრაქტატზე და უფრო 1801 წლის აქტზე როგორ დაიპყრეს საქართველო. და ეს ერთ-ერთი მძიმე ბრალდება იყო, იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლებას არა მარტო აკრიტიკებდა, არამედ გმობდა და ამისთვის გადაასახლეს და ასე შემდეგ. ამიტომ ესე იგი აი ყველაზე ადრეული ეპიზოდი, როცა ის ქართველი მოღვაწე ეხებოდა ამ მოვლენას, ჩანაწერების მიხედვით დიმიტრი ერისთავი ვიცით, სოლომონ დოდაშვილი ვიცით. უფრო ადრეული კიდე, ვინც ეს ყველაფერი შეაფასა, თვითონ ის ელჩები არიან, რომლებიც პეტერბურგში იმყოფებოდნენ და ერეკლე მეფის მიერ იყვნენ გაგზავნილნი. გარსევან ჭავჭავაძე წერდა, რომ უბედურები ვართო. ისეთ დღეში ჩაგვაგდესო, რომ მეფო ავტონომიაც კი არ დაგვიტოვესო, ანუ შიდა მმართველობაც კი არ დაგვიტოვესო. ახლა ამ ავტონომიას არ ახსენებს, მაგრამ შიდა მმართველობას გულისხმობს. ანუ შეფასება მაშინვე დაიწყო და ამ ზოგიერთ ბევრ მოღვაწეს აი ამ ყველაფრის წყაროთ არა მარტო 1801 წლის დაპყრობის აქტი მიაჩნდა, არამედ ყველაფრის დასაწყისად აი ეს გეორგიევსკის ტრაქტატი მიაჩნდა. ეს რო არ ყოფილიყო, ესე იგი ვითომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ესე ჩვენი საზოგადოების და წინათაობების მხოლოდ ნაწილი იქცეოდა. მეორე ნაწილი მაშინვე განსხვავებული აზრისა იყო. მაგალითად ჩვენი დიდი მწერლები, სოლომონ დოდაშვილი ვთქვით, მაგრამ ჩვენი დიდი მწერლები, ეგრეთ წოდებული თერგდალეულები, დიდი ქართველი მოღვაწეები, მეორენაირად სამოციანელები, არც ერთი არ ყოფილა ისეთი, რომ არ განეხილოს ეს გეორგიევსკის ტრაქტატი და მასთან ერთად 1801 წლის აქტი. ილია ჭავჭავაძე ამას აფასებდა, როგორც ქართველ ხალხს მიეცა საშუალება, რომ ცოტა მოესვენაო, ის დაიღალაო ამ გამუდმებული ომებისაგან. ეს გამუდმებული ომები ჩვენ სიტყვიერად გვესმის, მაგრამ მე ყოველთვის მოუწოდებ ან ჩემს მსმენელს, ან ჩემთან მოსაუბრეებს, მით უფრო ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ისტორიის მეცნიერება არის ნახევრად წარმოსახვითი მეცნიერება. ილია ჭავჭავაძეც ამას მოგიწოდებდა, როცა წერ რაიმე მოვლენაზე, რაიმე დროზე, იმ დროის ტყავში უნდა გაეხვიო.
გენიოსი იყო ილია ჭავჭავაძე და ანუ ის მოგვიწოდებდა რომ ჩვენ კარგად გავითვალისწინოთ მაშინდელი საზოგადოების ავანჩავანი რა პირობებში ცხოვრობდა როგორ და რანაირად. ამიტომ მე მოდით თქვენის ნებართვით პირდაპირ გეორგიევსკის ტრაქტატზე გადავალ რომ ძალიან მოკლედ შევეხო, იმიტომ რომ ახლა კარგად არის შესწავლილი ქართულ ისტორიოგრაფიაშიც. ჩვენი საზოგადოებაც საკმაოდ არის ინფორმირებული რა მოხდა 1793 წლის 24 ივლისს. რა პირობებს მოაწერა ერეკლე მეორემ ხელი. მაგრამ რახან ამ მოლენის გამო შევიკრიბეთ, მე რამდენიმე მუხს მაინც გავიხსენებ თქვენთან ერთად. განსაკუთრებით იმას მინდა მივაქციოთ ყურადღება, რომ სადმე ისეთი მუხლი ხო არ იყო, როცა ქართკახეთის მეფე, ანუ მაშინ უკვე საქართველოს მეფეს ეძახდნენ, განსაკუთრებით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ აწყობდათ, რომ საქართველოს დაეძახათ, იმიტომ რომ ეს ქართკახეთის პლაცდარმი იქნებოდა მათთვის დანარჩენ საქართველოზე დაპყრობის თავისებურ ნებართვად დაახლოებით მიზეზად ყოველ შემთხვევაში და რამე ისეთი მუხლი ხო არ იყო, რომელიც ხელყოფდა ქართულ სახელმწიფოებრიობას, ეროვნულ სახელმწიფოებრიობას. რამდენიმე მუხლი გავიხსენოთ, მაგალითად პირველი მუხლში აღიარებული იყო ქართკახეთის მეფე, აღიარებდა მთელი სოფლის წინაშე, ანუ მთელი მსოფლიოს წინაშე, ასე ეძახდნენ, ქართულით არის დაწერილი ეს ტექსტი, რა თქმა უნდა და ზოგიერთი ფრაზა და ზოგიერთი წინადადება არც თუ ადვილად გასარკვევია. მაგრამ ეხლა ყველაფერი დადგენილია, რა თქმა უნდა, მსოფლიოს წინაშე აცხადებდა, რომ მისი ქართკახეთის მეფის უზენაესი ხელმწიფე იქნება რუსეთის ხელმწიფე, იმ შემთხვევაში ეკატერინე მეორე. დიდად წოდებული. ბევრი ქართველი მოღვაწე შეცდა ამ პირველი წინადადების გამო და მიიჩნია, რომ ქართკახეთის მეფის ხელისუფლება ხელყოფილი იქნებოდა ამ პირველი მუხლით. როცა შენ უცხო სახელმწიფოს მეთაურს ხელმწიფედ აღიარებ. არა, ერთი შეხედვით მართლაც ასეა. მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი წინაპარი მეფეები, უпростоრად ერეკლე მეორის წინაპარი მეფეებისთვის უკვე 2 საუკუნე ნახევარზე მეტია, რომ უზენაეს ხელმწიფეებად ითვლებოდნენ აღმოსავლეთ საქართველოში ყაენები, ანუ ირანის მეფეები, შაჰინშაჰები და დასავლეთ საქართველოს შემთხვევაში იმერთა მეფეების უზენაესი ხელმწიფეები იყვნენ ოსმალეთის ხონდქრები. ესა ჩვენი უბედური ისტორიის ბრალია. ესა ჩვენი ისტორიის ბრალია, რომ ჩვენი წინაპრები იძულებულები იყვნენ, შერიგებოდნენ დიდ ვეშაპებს. უზარმაზარ დღესაც თურქეთს და ირანს ახლო აღმოსავლეთის ვეშაპებს ეძახიან, დღევანდელი ტერმინოლოგიითაც კი. და მაშინ ჩვენ უზარმაზარი იმპერიების გარემოცვაში აღმოჩნდით და ეს დაიწყო 1555 წელს. მე ვიტყოდი, რომ ეს დაიწყო უფრო ადრე 1453 წლის 29 მაისს, როცა ქართველმა მემატიანემ დაწერა, რომ ამ დღეს საქართველოსთვის მზე დაბნევდა. რა მოხდა? ეს ჩვენ ყველამ ვიცით, უბრალოდ გავიხსენოთ, რომ ამ დღეს დაეცა კონსტანტინოპოლი, ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი და ბიზანტიის იმპერია გაქრა ვიტლანდი, როგორც ტიციანი იტყოდა რა. დიახ, თუ რომელიღაც პოეტი არ მინდა რომ შემეშალოს და წინასწარ ვიზღვევ თავს, რომელიღაც ხო, გალაქტიონი, გაქრა ვიტლანდი. დიახ, მაგრამ ეს ისე გახსენებისთვის.
როგორც ლანდი მართლა ისე გაქრა უზარმაზარი იმპერია, მაგრამ ჩვენთვის დაიკარგა მთავარი მოკავშირე. ავკარგიანი მოკავშირე ხანდახან ცუდი ურთიერთობაც ჰქონდა, მაგრამ ძირითადად ჩვენი მოკავშირე იყო. ამ მოკავშირეობას მოწმობს თუნდაც ის საინტერესო ფაქტი, რომ ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორი კონსტანტინე, რომელიც ქუჩის ბრძოლებში დაიღუპა, მას ყავდა დანიშნული მაშინდელი საქართველოს ჯერ კიდევ გაერთიანებული საქართველოს გიორგი მერვის ასული. დანიშნულები იყვნენ ერთმანეთზე. ანუ ეს ჩვენ დიდ მოკავშირეობა. მაგრამ თავი დავანებოთ ბიზანტიას 1555 წელს ორი დიდი მტაცებელი სახელმწიფო იმპერია, ყიზილბაშური ირანი, მაშინ ჯერ თურქმენების ირანი იყო, მაგრამ ირანი იყო და მეორე ოსმალეთის ხონდქარი შეთანხმდნენ ზავზე ომი. რამდენიმე ათეული წელი გრძელდებოდა და შეთანხმდნენ და მათ სხვა ტერიტორიებთან ერთად გაიყვეს საქართველო ორად. დასავლეთ საქართველო და სამხრეთ საქართველო ორად გაიყვეს. სამხრეთ საქართველოს დასავლეთი ნაწილი ჯერ ოსმალეთს შეხვდა, სამცხე-საათაბაგოს აღმოსავლეთი ჯერ ირანს შეხვდა და აღმოსავლეთ საქართველო ირანს შეხვდა. ანუ მე რა მინდა ამით თქვა, მე სამცხე-საათაბაგო მთლიანად ოსმალეთს მიეკუთვნა, ცოტა მოგვიანებით. მე ამით რა მინდა ვთქვა, რომ საქართველო 1555 წლიდან 1783 წლის 24 ივლისამდე რომ დავაზუსტო, იმყოფებოდა აი ამ გაყოფის პირობებში. ამაზე რატო უნდა გავამახვილოთ ყურადღება? ერთი ელემენტარული გარემოების გამო, რომ ჩვენი გაერთიანება გამორიცხული იყო ამ ომით. იმიტომ რომ რომელიღაც იღბლიანი მეფე, მაგალითად სიმონ პირველი, რომელიც ჩვენი ერთ დღეს თავისი ჯარით წავიდა იმერეთზე სალაშქრობდა, თითქოს შემოერთებას აპირებდა, მან ფაქტიურად არა მარტო იმერეთზე ილაშქრა, არამედ ოსმალეთს ომი გამოუცხადა, იმიტომ რომ იმერეთი და დასავლეთ საქართველო ოსმალეთის ტერიტორია იყო. დამოუკიდებლად იმისა ფლობდა თუ არა აქაურ ტერიტორიას. მით უმეტეს იმ პერიოდში ფლობდა. აი ეგეთ სინამდვილეში ვიყავით და ვერც იმერეთის მეფე იოცნებებდა ქართკახეთის შეერთებაზე, იმიტომ რომ თუ ის წამოვიდოდა ქართკახეთზე რომელიღაც წარმოსახვითი მეფე, მაშინ ის ირანს უნდა დაპირისპირებოდა. ეხლა როგორი ამბავია, საქართველოს ჯერ ისედაც პატარა ქვეყანაა, მერე ისედაც ორად გაყოფილი, ორად კი არა უფრო მეტად გაყოფილი. მერე ვიცით ჩვენ, რომ იმერეთს აღარ ემორჩილებოდნენ სამეგრელოს სამთავრო, აფხაზეთი, გურიის სამთავრო, სვანეთი, რა ვიცი. და აქეთ კიდე ქართლ-კახეთი ხშირად ცალ-ცალკე სამეფოები იყვნენ. ეხლა წარმოვიდგინოთ, რაც არ უნდა დიდი მეფე დაგვბადებოდა, ძლევამოსილი, აი ისე როგორც ერეკლე მეორე იყო. შეებმებოდა ამ ორივე იმპერიას ერთს, ვისაც გამოეცალე და აუჯანყდი და მეორეს, რომელსაც უპირისპირდები. რა ვიცი, ჭირს ამის წარმოდგენა. თუ ეხლა ვეღაც ძალიან ფანტაზიური არ გამოგვიჩნდა ოპონენტად, ამის დაჯერება რეალისტურად მოაზროვნე ადამიანს არ შეუძლია. ვერ დაიჯერებს ამას და ვერ დარწმუნებს თავის თავს. ანუ ამ სინამდვილეში ვცხოვრობდა, მე მინდა რომ 1782-3 წლების სიტუაცია წარმოვიდგინოთ რომ იქ ვართ. წარმოსახვით, რა თქმა უნდა. მიუხედავად ამისა, ერეკლე მეორემ გაბედა პირველმა ის, რომ აი ამ სინამდვილეს ამასიის ზავის, მე მას უწოდე, აი როგორც ეხლა ევროპაშია და დასავლეთში მიღებული ხო არსებობდა ვერსალის საერთაშორისო სისტემა,
არა, ვერსალში 1919-20 წლებში, როცა მსოფლიოს ბევრი ქვეყანა შეიკრიბა, ის შეთანხმდნენ დამარცხებული გერმანიის ხარჯზე გაიყვეს დანარჩენი მსოფლიო და დაერქვა იმას ვერსალის საერთაშორისო სისტემა. მერე მოხდა პოცდამის საერთაშორისო სისტემა, სადაც სტალინი, რუზველტი და სხვები შეხვდნენ ერთმანეთს და ახალი საერთაშორისო სისტემა შეიქმნა რა. ჯერ რუზველტი და მერე ტრუმენი და ასე შემდეგ. ახალი საერთაშორისო სისტემა. აქაც ეგეთი სიტუაციაა, ოღონდ უფრო პატარა მასშტაბის. ჩვენთვის გეოპოლიტიკური ახალი სისტემა უნდა შექმნილიყო, რომელიც გააუქმებდა აი ამ ამასიის გეოპოლიტიკურ სისტემას. თუ დარჩებოდა გეოპოლიტიკური სისტემა ძალაში, მაშინ ჩვენ დავრჩებოდით ოსმალეთისა და ირანის ფარგლებში. ეს აპრიორია, ეს უნდა წარმოვიდგინოთ. მე არ ვიცი, რამდენი ხანი გაგრძელდებოდა ეს. შეიძლება რამდენიმე ათეული წელი, შეიძლება საუკუნე. ეს რო გავითვალისწინოთ, უკვე ფანტაზიორობა უნდა დავიწყოთ, მაგრამ ჩვენ რა ვიცით, შეიძლება უარესი, ყველაზე უარესი სცენარით განვითარებულიყო ყველაფერი და ისე დარჩენილიყავით, როგორიც იყო. და ერეკლემ მეორე შეეცადა, რომ დაენგრია ეს ამასიის გეოპოლიტიკური სისტემა. და მან ეს გააკეთა, იმიტომ რომ როდესაც ხელი მოაწერა იმ ტრაქტატს, როდესაც პირველ არტიკულში გეორგიევსკის ტრაქტატი შედგებოდა 13 მუხლისაგან, ანუ 13 არტიკულისაგან და 4 საიდუმლო არტიკულისაგან. ის 4 ცალკე იყო, ის არ გამოქვეყნებულა. ეხლა ჩვენ კი ვიცით მისი არსებობა, მაგრამ ის მაშინ არ გამოქვეყნებულა. ამ 13-დან პირველი იყო, რომ გამოვიდა კაცი და თქვა: მე აღარ ვემორჩილები ირანს, ის აღარ არის ჩემი ხელმწიფე. ამას მთელი მსოფლიოს წინაშე ვაცხადებ, ჩემი უზენაესი ხელმწიფე რუსეთია. რა არის ეს? თუ არა პირველ რიგში ამასიის ზავის უგულებელყოფა. და ამას რა თქმა უნდა მოყვებოდა რეაქცია. ეხლა რომელი ჩვენთაგანმა უნდა წარმოიდგინოს, რომ ერეკლემ არ იცოდა რა მოყვებოდა ამას. რა თქმა უნდა იცოდა ამას მოყვებოდა ოსმალეთის სწრაფი რეაგირება, ყიზილბაშური ირანის სწრაფი რეაგირება, ის კარგავდა ტერიტორიას, მეორეც კარგავდა ტერიტორიას, რომელიც თავისად მიაჩნდა. ეხლა 2 საუკუნე რო შენია რაღაც ტერიტორია, უკვე შენ ეჩვევი ამას და ეს უკვე ეროვნულ ინტერესად მიგაჩნია. შენს ეროვნულ ინტერესად მიგაჩნია. მაგრამ ამ კაცმა გაბედა ეს და დაწერა პირველ მუხლში. უარყოფ ყველანაირ სხვა ხელმწიფეს გარდა რუსეთის ხელმწიფისა. ეხლა არ მინდა მე წარმოვიდგინო ოპონენტები. მოდი ჩვენ გავარჩიოთ ეს საკითხი, ჩვენი წესით ვილაპარაკოთ და მათ აქვთ უფლება თავიანთ პოზიციაზე დადგნენ. და მეორე, განმარტება აქვე უნდა გავაკეთო. პირველ მუხლზე გავჩერდია რა, კი ბატონო და განმარტება მინდა გავაკეთო, რომ ხშირად ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი და ეს სავსებით ბუნებრივია. დღევანდელი პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე აფასებენ მაშინდელ ხტომილებებს, ფაქტებს და მოვლენებს. ესე იქცეოდა სოლომონ დოდაშვილის თაობა, ესე იქცეოდა სამოციანელების თაობა, ესე იქცეოდა პოლიტიკური პარტიების თაობა, რომლებიც 90-იან და 900-იან წლებში წარმოიშვა საქართველოში. ესე იქცეოდა საბჭოთა ისტორიოგრაფია, რომელიც თავისი პრიზმიდან უყურებდა და პროგრესულად აფასებდა ამ ყველაფერს. ესე იქცევით ჩვენც დღეს, მაგრამ მოდით ჩვენ ისტორიკოსების საქმეში ჩავერევით და ისტორიკოსის საქმე რა არის? ყველაფერი განსაჯოს იქ რა მოხდა და როგორ მოხდა. და არ გაითვალისწინოს დღეს რა მოარული ხმები არსებობს. იმან ცივი გონებით უნდა გადაწყვიტოს ეს ყველაფერი, ისე როგორც ექიმმა არ შეიძლება გაარჩიოს თავისი პაციენტი ის
მტერია თუ მოყარე, ის ვალდებულია ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ იცოდა ეს, რომ ვალდებულია რომ განკურნოს პაციენტი რა. ასევე ისტორიკოსმა თუ მეცნიერებაა ისტორია, მანაც უნდა დაადგინოს რა მოხდა ყოველგვარი დღევანდელი ექსცესებისაგან გამომდინარე. ამიტომ მე პოლიტიკისაგან ვანთავისუფლებ ისტორიას. მაგრამ მე ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ისტორია დავივიწყოთ, ის უნდა გავითვალისწინოთ როგორც გამოცდილება. მაგრამ განსჯაში და დღევანდელი პოლიტიკური რეალიები ნუ ჩაერება. როგორც გამოცდილება კი ბატონო და მე გამოცდილებას ვიტყვით, როცა ჩვენ საერთო დასკვნას გავაკეთებთ. ეს ტრაქტატის მეორე მუხლი ეთმობოდა უკვე მაშინდელ მის იმპერატორობით უდილებულესობას ეკატერინე მეორეს, რომელიც აცხადებდა, რომ მეორე მუხლის თანახმად მე ვალდებული ვარ დავიცვა კახეთის სამეფო, დავიცვა საქართველო, დავიცვა ქართლისა და კახეთის სამეფოები. ეს მისი ვალდებულება იყო, ეს დაფიქსირებულია ტრაქტატში. ტრაქტატის დანარჩენი მუხლები უმეტესობა ეხება იმას, რომ მე უცებ შემიძლია ჩამოვთვალო, მაგალითად ჩვენებური მცხოვრებლები, ქართლისა და კახეთის მცხოვრებლებს თავისუფლად შეეძლოთ გადასვლა, გადმოსვლა, წასვლა და დაბრუნება რუსეთის იმპერიაში და იქიდან სამშობლოში, რომ ძალიან უმნიშვნელოვანესი იყო ერთ-ერთი მუხლი, სადაც ქართველი თავადაზნეობა განათანასწორებული იყო რუსეთის თავადაზნეობასთან. ყველანაირი თავისი ღირსებით და იყო ჩაწერილი იყო, რომ ქართლ-კახეთის მეფეს უნდა წარმოედგინა და გაგზავნა კიდეც პეტერბურგში ქართლისა და კახეთის თავადაზნეობების სია. ეს ძალიან დიდი პრივილეგია იყო. ძალიან ბევრი დაპყრობილი ქვეყნის ელიტას, არისტოკრატიას ეს პატივი არ ჰქონდა. ერთი საგულისხმო ეპიზოდი შემიძლია გავიხსენო, აქ რო იყო ერთ-ერთი იმპერატორი ჩამოსული, სტუმრად თუ არ ავწდები ალექსანდრე მეორე, კარგად არ მახსოვს რომელი იმპერატორი იყო, დიახ, ეგ იყო. ქართულმა თავადაზნეობამ დიდი დახვედრა მოუწყო, ბანკეტი და ახლა ქართველებმა როგორი დახვედრა ვიცით, კარგად მოგეხსენებათ რა. და სომხურმა ბურჟუაზიამ ძალიან ძვირფასი საჩუქარი იყიდა და უნდოდა მიერთმია ვაგზალზე ჩამომდგარი მატარებლიდან ჩამოსული იმპერატორისათვის, მაგრამ მას ამის უფლება არ მისცეს. იმიტომ რომ სომხური ბურჟუაზია არ იყო თანასწორად მიჩნეული რუსეთის არისტოკრატიის მიერ, რუსეთის იმპერატორის მიერ. იქ მხოლოდ უფლება ჰქონდა ქართველ არისტოკრატიას და მაშინდელმა მარშალმა ჩამოვართა ეს საჩუქარი სომხური ბურჟუაზიის წარმომადგენელს და თვითონ მიართვა იმპერატორს. ანუ აი ამ პატარა ეპიზოდში ჩანს, რომ რა დიდი პატივი ჰქონდა ქართულ თავადაზნეობას და ამიტომაც ისინი მე რეაქციული ქართველი თავადაზნეობა ერთგულებას ეფიცებოდა მთელი საუკუნე 117 წლის განმავლობაში რუსეთის იმპერატორებს, მაგრამ ეს მთელ თავადაზნეობაზე არ გავრცელებულა. თავადი იყო ილია ჭავჭავაძეც, მაგრამ ეს მასზე არ ვრცელდება, რა თქმა უნდა. ერთ-ერთი მუხლი, ანუ არტიკული, რომელიც უბრალოდ ჯერ მესამეს ვიტყვი. მესამე იყო ის, რომ ერთ-ერთი იყო ის, რომ მესამე არტიკული იყო ის, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს ერთმეოდა უფლება დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის. ანუ თუ ის მონდომებდა სხვა სახელმწიფოსთან ურთიერთობას, მის ნებართვა უნდა აეღო ან რუსეთის იმპერატორისაგან, ან მისი მოხელეებისაგან. მაგრამ ეს უკვე პირველ არტიკულს იმეორებს, ეს მუხლი, მეოთხე მუხლი უკვე პირველ არტიკულს იმეორებს, იმიტომ რომ რახან შენ უზენაეს ხელმწიფედ მიაჩნია რუსეთის იმპერატორი
და რუსეთის ხელისუფლება, მაშინ ესე იგი საგარეო ურთიერთობებში უნდა დაეკითხო მას. მაგრამ ამაზე უკვე შევთანხმდით, რომ ესე იქცეოდნენ მაშინ ქართველი მეფეები, როცა ყიზილბაშების შაჰინშაჰს უზენაეს ხელმწიფედ მიიჩნევდნენ, ან კიდე იმერეთის შემთხვევაში ოსმალეთის ხომთქარს. ერთი საინტერესო ეპიზოდი, რომელიც ყველამ ვიცით, სხვა რო არაფერი მუხრან მაჭავარიანის ლექსიდან, მაინც ყველამ ვიცით, რომ ვახტანგ მეექვსემ, როდესაც გაგზავნა სულხან-საბა ორბელიანი საფრანგეთში ლუი მე-14-სთან შესახვედრად, ის რამდენიმე კვირა ალოდინეს აუდენცია არ დაუნიშნეს. რატომ და ერთი უბრალო მიზეზის გამო ზუსტად იმ დროს ლუი მე-14-სთან აუდენციაზე იმყოფებოდა და უნდა შეხვედროდა რამდენჯერმე ირანის შაჰის წარმომადგენელი, რომელმაც მერე დიდი სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა ირანთან. ეს ზუსტად იმ დროს ხდებოდა და მთელი ამბავი იმაში მდგომარეობდა, რომ უნდა დაემალათ, არ უნდა გამჟღავნებულიყო ირანის შაჰის ქვეშევრდომი რო იყო ჩამოსული და იგი უნდა შეხვედროდა ლუი მე-14-ს. ამიტომ ალოდინეს სულხან-საბა ორბელიანი ჯერ ცოტა ხანი მარსელში, მერე პარიზთან ახლოს. და მერე როგორც იქნა, როცა ის წარმომადგენელი წავიდა პარიზიდან, მერე შეხვდა სულხან-საბა ორბელიანი ლუი მე-14-ს და ფრანგულ ელიტას, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მოხიბლა თავისი მჭერმეტყველებით და ქცევით და დარბაისობით. მაგრამ ვიცით, რომ ხელცარიელი წამოვიდა. იმიტომ რომ საფრანგეთის მეფეს ერჩივნა ის დიდი სავაჭრო ხელშეკრულება დაედო ირანთან, ვიდრე მის ქვეშევრდომად მიჩნეულ რაღაც ქართველ მეფესთან. ეს არის მწარე სინამდვილე. ეს ისევ მამასის გეოპოლიტიკური სისტემის ბრალია. ჩვენ ისევ საერთაშორისო მიმოქცევაში, საერთაშორისო დიპლომატიურ ეტიკეტში და სისტემაში ვითვლებით ირანისა და ოსმალეთის ხელდებულებად, ქვეშევრდომებად. მეტი არაფერი. დამოუკიდებლად იმისა, ერეკლე მეორე და თეიმურაზ მეორე, რომ უკვე თავისი გამეფებიდანვე თითქმის დამოუკიდებელ დე-ფაქტო ურთიერთობებს აწარმოებდნენ ყველასთან. ისინი სარგებლობდნენ იმით, რომ ირანში დიდი ფეოდალური შინაომი იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს სისტემა ხელშეკრულებით იყო დადებული. ამას ისა რა და ხელშეკრულებით დადებული ხელშეკრულებასვე უნდა დაენგრია. თანაც საერთაშორისო ხელშეკრულებას. ეს ხელშეკრულება საერთაშორისო იყო. ეს არის ყველაზე საყურადღება. გეორგიევსკის ტრაქტატი იყო საერთაშორისო ხელშეკრულება. დანარჩენი მუხლები კიდევ შეიძლება გავიხსენოთ, რომ აი ვაჭრებს მიეცათ დიდი შეღავათები, ქართველ ვაჭრებს, მაგრამ სამწუხაროდ ქართველი ვაჭრები სომეხი ვაჭრები იყვნენ. მაშინ დღეს არ გვიყვარს ვაჭრობა და მაშინ ხო მით უმეტეს არა, ჩვენ თავადაზნაურობას ვაჭრობა და ესეთი საქმეები დიდ შეურაცხყოფად მიაჩნდა. და ამ საქმეს სომხები და ბერძნები უფრო საქმიანად ახერხებდნენ და იმათ უხაროდათ, რა თქმა უნდა. და გაუხარდათ კიდეც, იმიტომ რომ სავაჭრო პრივილეგიებიც ჰქონდათ, მიდიოდნენ, მოდიოდნენ და ასე შემდეგ. მათ შორის ახლა რამდენიმე ქართველი სავდაგარიც ერია, რა თქმა უნდა. თლა ისე არ იყო, რომ ქართველი არავინ არ ყოფილიყო. ერთი მუხლი აუცილებლად უნდა აღვნიშნო, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ჩვენ სამართლიანობის ფილტრში უნდა გავეწაროთ ყველაფერი. და არ უნდა დაგვავიწყდეს დიდი გერმანელი ისტორიკოსის ჯერ კიდევ ლეოპოლდ ფონ რანკეს შეგონება აღწეროთ ის მოვლენა როგორც იყო და რანაირადაც იყო. ზუსტად ისე ვერ აღწერთ.
ზუსტად ისე ვერ აღვადგენთ, მაგრამ თანამედროვე ისტორიოგრაფიაში არის ერთი მიმართულება, რომელიც ამბობს, რომ შეიძლება ზუსტად ვერ აღვადგინოთ მოვლენა და ფაქტი, მაგრამ შეიძლება რაც შეიძლება მაქსიმალურად მიუახლოვდეთ ისტორიულ სინამდვილეს. აი ჩვენც ვცადოთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად მიუახლოვდეთ სინამდვილეს. ეს გახლავთ მერვე მუხლი, მერვე არტიკული გეორგიევსკის ტრაქტატის. ეს მერვე არტიკული გვეუბნება, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაური, რომელიც იმ არტიკულში არქიეპისკოპოსად არის, კათოლიკოსიც წერია და არქიეპისკოპოსიც წერია. ორივე წოდება წერია, უნდა გახდეს უწმინდესი, რუსეთის უწმინდესი სინოდის წევრი. თუმცა ეს დამეთანხმებით ალბათ, რომ უკვე უცხო ქვეყნის იერარქიაში ეწერები. მე ვალდებული ვარ, რომ ეს გავიმეორო ახლა, მე არც პირველი ვარ და არც ბოლო ვიქნები. ეს წერია, ყოველ ჩვენთაგან შეუძლია, რომ ეს მსმენელი იქნება თუ მაყურებელი, ელემენტარული მოქმედება ჩაატაროს, ამოიღოს მობილური, თითი დააჭიროს და ნახოს გეორგიევსკის ტრაქტატი, იქ 13-ვე არტიკული წერია, თავისი საიდუმლო 4 საიდუმლო არტიკულით და თვითონვე შეუძლია შეამოწმოს ეს მერვე არტიკული. გვიხარია თუ არ გვიხარია, ეს პუნქტი იყო დათმობა თუნდაც რელიგიური თვალსაზრისით, თუნდაც საეკლესიო თვალსაზრისით რუსეთის ხელისუფლებისადმი, იმიტომ რომ უწმინდესი სინოდი ეს უკვე რუსეთის იერარქიას ნიშნავდა, ის უწმინდესი სინოდი განაგებდა რუსეთის ეკლესიას. და თავიდან 1771 წელს, ან კიდევ ცოტა უფრო ადრე ტრაქტატამდე, ცოტა უფრო ადრე ეკატერინე მეორე მიუთითებდა თავის მოხელეებს, რომ ჯერ ერთი ტრაქტატი უნდა გაფორმებული იყო როგორც არა ბატონსა და ყმას შორის ურთიერთობა, არა როგორც ქვეშევრდომთან, არამედ როგორც მოკავშირესთან. და ამ ტრაქტატსაც თვითონ რუსეთის ხელისუფლება უწოდებდა მოკავშირეობით მეგობრობის ხელშეკრულებას. ანუ ესე იგი ეს ტრაქტატი იყო თანასწორი თაშორის ხელშეკრულება დადებული. ეს ყველაფერი უნდა სახეში გქონდეს, მით უმეტეს მაშინდელ თაობებს მე-19 საუკუნეში გეორგიევსკის ტრაქტატი იყო ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროშა. ჩვენ ვითხოვდით იმ ტრაქტატის პირობების აღდგენას. ჩვენ ვითხოვდით სახელმწიფოს, რომელიც დაფიქსირებულია ამ ტრაქტატში. ასეა თუ ისე ეს მერვე პუნქტი ერთი შენიშვნა ჰქონდა და ერთი შეთანხმება არსებობდა, რომ ამ მუხლისთვის მერე უნდა გადაეხედათ. ან დებატები უნდა გაგრძელებული იყო, მოლაპარაკება უნდა გაგრძელებული იყო, ანუ ესე იგი ეს ბოლომდე შეთანხმებული მუხლი არ იყო. მაგრამ კარგია თუ ცუდი, აი ეს პროცედურა აღარ ჩატარებულა და ის დარჩა ძალაში, მერვე არტიკული, როგორც მოგახსენეთ, დარჩა ძალაში. ისე როგორც არის. ეხლა რაც შეეხება ეგრეთ წოდებული საიდუმლო არტიკულებს, ზოგს მიაჩნია, მე რა თქმა უნდა, ჩვენს აუდიტორიას არ გულისხმობ, მე გულისხმობ წლების მანძილზე, რაც წამიკითხავს და რაც მესმის იმის მიხედვით, ზოგს მიაჩნია, რომ ეს საერთაშორისო ხელშეკრულებაში აი ეს საიდუმლო არტიკულები თითქოს უცნობია. არ ვიცი ახლა ეს ალბათ გულუბრყვილო შეხედულებაა, იმიტომ რომ დიდი ხანია ეს არტიკულები გამოქვეყნებულია, ეს დღესვე შეგვიძლია ყველა ჩვენთაგანმა შევამოწმოთ. ეს არტიკულები, ამ არტიკულებში საუბარი იყო იმაზე, რომ ესე იგი რუსეთს უნდა შემოეყვანა ჯარი, 2 ბატალიონი, 2 ზარბაზნით, რომელიც აქ უნდა დარჩენილიყო საქართველოში და დაეცვა
ქართულ მეფეებთან ერთად ქართკახეთის მოსახლეობა. მერე იყო ლაპარაკი, ესე იგი, სხვადასხვა აი ესეთ იმებზე, რა ქვია, პირობებზე, რომელიც ერთმანეთის, აი მაგალითად ერთ-ერთ მუხში მეოთხე არტიკულში საუბარი იყო, რომ რუსეთის იმპერია, რომელიც ომით დაუპირისპირდებოდა ოსმალეთს ან ირანს, მას უნდა შემოერთებინა საქართველოსთვის ის ტერიტორიები, რომელიც ქართსა და კახეთს, საქართველოს ჰქონდა ადრე და ეხლა დაკარგულად ითვლებოდა. უნდა მოსცენ ის ქვეყნები და ადგილები, რომელიც ქართსა და კახეთს და საქართველოს სამეფოს ეკუთვნოდა. ახლა, რა თქმა უნდა, იგულისხმებოდა ტაო-კლარჯეთი და სამცხე-საათაბაგოს დაკარგული მიწები იმ პერიოდში, მთელი მითითებულიც კი იყო, ესე იგი, ყარსის და დანარჩენი მიწები, ყარსის და კიდე იყო ერთი ოლქი, ტაო-კლარჯეთი იგულისხმებოდა ყოველ შემთხვევაში და მეორე მუხში, იმავე მუხში ნაგულისხმები იყო საინგილო. ეს უკვე ირანელებს უნდა გაითვალისწინებინათ, ესე იგი, იმიტომ რომ ჭარბელაქანი, მაშინდელი ჭარბელაქანი, ანუ ჩვენთვის საინგილო უკვე ლეკებს ეპყრათ და თვით ერეკლემაც კი ვერ მოახერხა მისი უკან დაბრუნება. მერე ეს რუსეთის დროს მოხდა ვითომ დაბრუნება, მაგრამ მერე ისევ დავკარგეთ უკვე 1920 წლის ხელშეკრულებით რუსეთთან. აი ამით შეიძლება ძირითადად დავასრულოთ, ესე იგი იმ ტექსტზე ლაპარაკი, რომელსაც გეორგიევსკის ტრაქტატი ქვია. მაგრამ ეხლა უკვე შეიძლება ერთი-ორი სიტყვით შეფასებაზეც ვთქვათ რამე, არა? ამ შეფასება, ეს შეფასება ყველა ჩვენთაგანის ხელთ არის. ყველა ჩვენთაგან შეუძლია შეაფასოს ეს მოვლენა. მაგრამ ისტორიოგრაფია ცოტა უფრო რახან ისტორიოგრაფიას ევალება უფრო ზუსტი შეფასება, ესე ამის შესახებ შეიძლება რა ითქვას. პირველ ხანებში, როდესაც ეს ტრაქტატი დაიდო, 19 საუკუნის პირველ ნახევარში ბატონობდა ეგრეთ წოდებული მონარქისტულ რუსულ სახელმწიფოებრივი მიდგომა. და რუსული ისტორიოგრაფიის წარმომადგენლები პოტო, ბურნაშოვი, ბუტკოვი და სხვები და მათი მიმდევარი ქართველი ერთი-ორი ისტორიკოსიც, მაგალითად ისეთი როგორიც პლატონ იოსელიანი იყო, ცალსახად დადებითად აფასებდნენ და დიდ წყალობად აფასებდნენ რუსეთის იმპერატორების საქციელს და აი ამ გეორგიევსკის ტრაქტატს. და მათ შორის იმ 801 წლის მომხდარი საქართველოს დაპყრობას, რაც რუსეთის ხელისუფლებამ განახორციელა. მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან და მე ვიტყოდი 30-იანი წლებიდან უკვე შეირყა ეს მონარქისტული თვალსაზრისი. სოლომონ დოდაშვილმა დაუდო ამას საფუძველი, იგივე დიმიტრი ერისთავმა, რომელიც ვახსენა. მერე უკვე 60-იანელებმა, რა თქმა უნდა, რომელმაც რაღაცა დადებითი აღნიშნეს, როგორ არა, ილია ჭავჭავაძის სიტყვები, ესე იგი, რომ ქართკახეთის მოსახლეობამ აქ შემოსულ ჯარს იმედებით დაუხვდა. ეს რო დავმალოთ, რაში გვარგებს ერთი გამაგებინეთ. ქართკახეთის მოსახლეობამ ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ გარდა იმ ამასი ზავისა, ის ყოველდღიური ტანჯვა-წამება, რაც ამას თვითონ ერეკლე მეორე წერს ავსტრიის ხელმწიფეს იოსებ მეორეს დაგვიხსენით ამ ტანჯვაებისაგან, ეს მისი სიტყვებია. ყოველდღიური რბევა, აწეოკება, ტყვეები, საქონელი, გაყიდვა აღმოსავლეთის ბაზრებზე, ეს ყველაფერი მაშინდელი სინამდვილეა. რა ვიცი ახლა, თუ მეტყვით რომ შეიძლება ამის დამალვა, მოდი დავმალოთ ეს ფაქტი. მე მგონი ამას არც მირჩევთ და მე მგონი არაფერი არ გამოვა ამ დამალვიდან. შეფასება წამოვიდა მერე უფრო დემოკრატიული, უკვე ეს 19 საუკუნის მეორე ნახევარი და 900-იანი წლებია, სადაც უკვე ზოგიერთ დადებითთან ერთად
აბსოლუტურად უარყოფით აფასებენ აი ამ ტრაქტატს, მაგალითად ისეთ თერგდალეული, როგორც გიორგი წერეთელი იყო, ერეკლეს აბრალებდა, რომ მუდმივ ომიანობაში ყავდაო ქართველებიო და როცა ეკატერინე მეორემ ქართლის ტახტის კანდიდატი ალექსანდრე ბაქარიძე გამოუშვაო მისი ოპონენტიო, მისი მოწინააღმდეგეო, აი შეეშინდაო და იმიტომ მოვაწერა ხელი ტრაქტატსა. ეგეთი შეხედულებებიც იყო. საბჭოთა ისტორიოგრაფიისთვის რუსეთის იმპერატორების ქება, რა თქმა უნდა, ამოვარდა ხმარებიდან, მაგრამ ცალსახად იდეოლოგიური მითითება იყო, რომ გეორგიევის ტრაქტატი მხოლოდ პროგრესულად უნდა შეფასებული იყო და ეს ქართულმა ისტორიოგრაფიამ ბევრმა ისტორიკოსმა იძულებული იყო, რომ დაეწერა ეს, მიიღო სამწუხაროდ, მაგრამ ესეც ძალის ფაქტორია. ჩვენი დამოუკიდებლობის დროს და განსაკუთრებით ეროვნული მოძრაობის პირველ წლებში და ცოტა უფრო ადრე ეროვნული მოძრაობის აი მეგულისმრ 86-7 წლებიდან 91 წლამდე პერიოდს ყველაფერი გასწორდა, შეიძლება ითქვას და ქართველ ისტორიკოსებს მიეცათ საშუალება, რომ ისე აღეწერათ და ისე შეეფასებინათ ეს მოვლენა, როგორც ნამდვილად იყო. და დღევანდელ ისტორიოგრაფიაში, რომელიც მუშაობა გრძელდება, უნდა გითხრათ, ესე იგი, დღეს ჩვენთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვენი ისტორიკოსები მუშაობენ ამ თემატიკაზე. საქართველოს ისტორიის ინსტიტუტში, ვთქვათ, იგივე სხვა კათედრებზეც, მსოფლიო ისტორიის კათედრაზე, ან ვთქვათ, იგივე პოლიტოლოგიის კათედრაზე, პოლიტოლოგიური კუთხიდან აშუქებენ აი ამ ტრაქტატს, ისე რომ გრძელდება მუშაობა და ახალ-ახალი ცნობები. აი მაგალითად, ჩვენმა ისტორიკოსებმა, პროფესორებმა ნიკო ჯავახიშვილმა და აპოლონ თაბოვაშვილმა სწორედ რაღაც 1-2 კვირის წინ თელავში იყო კონფერენცია, მათ ადრე გამოსცეს წიგნი, სადაც გეორგიევის ტრაქტატი არა, მაგრამ ერეკლე მეორის დაბადების თარიღი დააზუსტეს. ეს ტრაქტატზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ იმ რეალიებზე, რომელიც ერეკლეს მეფობის პერიოდში ხდებოდა, იმაზე გრძელდება მუშაობა. და ახალ-ახალი საბუთები, დოკუმენტები შემოდის ბრუნვაში, მიმოქცევაში, რა. მეც მქონდა პატივი, რომ ჯერ კიდე 2014 წელს მე უკვე ჩემი გაკეთებული როა, იმიტომ რეკლამას არ ვეწევი, მაგრამ რეკლამა გამოდის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვალდებული ვარ, იმიტომ რომ ის, რასაც მე ახლა გესაუბრებით და გელაპარაკებით, ამ წიგნში მაქვს დასაბუთებული, ეს გახლავთ 2014 წელს გამომცემლობა მერიდიანის მიერ გამოცემული წიგნი, საქართველოს მფარველობა და დაპყრობა რუსეთის მიერ. ესე იგი, აქ მფარველობაც არის და დაპყრობაც არის და აქ არის ლაპარაკი იმაზე, რასაც მე დღეს თქვენთან რის შესახებაც მოკლედ ვსაუბრებ. აქ არის დაფიქსირებული, რომ ამასიის გეოპოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბდა. აქ არის დაფიქსირებული ის, რომ 1587 წელს გავიხსენებ უბრალოდ, მე ჩემი დრო არ მავიწყდება და ვეცდები რომ 10 წუთში დავასრულო. არ მეჩქარება. კი ბატონო, ვეცდები ყოველ შემთხვევაში 1587 წელს ესეც წარმოვიდგინოთ, კახთა მეფე ალექსანდრე მეორესთან ჩამოსულები არიან რუსეთიდან ელჩები. მოლაპარაკება მიდის. და რას ეუბნება ალექსანდრე მეორე რუსეთის ელჩებს. იცით რა? თქვენ მე მპირდებით, რომ ურთიერთობა, ესე იგი, ოსმალეთთან და ირანთან ურთიერთობა მოვაგვარო, რა? არა, არ მინდა მე თქვენი დახმარება. ოსმალეთთან და ირანთან მე თვითონ მოვაგვარებ საქმეს. თქვენ ერთ რამეში დამეხმარეთ. აი ამ ლეკების პრობლემა მომიგვარეთ, რომლებიც ყოველ დღე მაწიოკებენ, ყოველ დღე მიყავთ ტყვე, ყოველ დღე მიყავთ საქონელი. ამაში დამეხმარეთ, ესე იგი, წარმოუდგენელი ეპიზოდია რა, დაუჯერებელი თითქმის, რომ
კახთა მეფე ამ უზარმაზარ ხალხთან, ვეშაპებთან მოგვარებას არ თხოვლობს, დახმარებას არ თხოვლობს. მე თვითონ გავწვდები და მართლაც დიდი დიპლომატი იყო ალექსანდრე მეორე, კახთა მეფე. გმირთა ვარამის მთავარი პერსონაჟი, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ლევან გოთუას განთქმული რომანისა რა და ის მართლა შესანიშნავად აგვარებდა საკითხებს, პრობლემებს ოსმალეთის ხონქართანაც და ირანის შაჰთანაც. კაცმა ისე აყვავა თავისი კახეთის სამეფო, ისკანდერ მუნში ხო წაღან გავიხსენეთ რა. ეხლა მეორე ეპიზოდი, კაცი ამბობდა ცუდად აუხდა იმის საწოდავს, ამბობდა რომ ისე მომიმრავლდა ხალხი რომ სანადირო ადგილები აღარ დამჩაო კახეთში. და ცუდად აუხდა მერე თვითონაც მოკლეს და მერე ამას მოყვა შაჰბაზის დამანგრეველი გენოციდური ლაშქრობები საქართველოში. დიახ და აი ეგეთ ეს წარმოუდგენელი ამბავი უნდა წარმოვიდგინოთ, რამდენად გაწვალებულები იყვნენ აი ამ ლეკთა გაუთავებად. საერთოდ ჩილოკავკასიელების ეხლა მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს ჩილოკავკასიელ ძმებს, დებს, მეგობრებს, ისე როგორც ჩვენ ყველანი პატივს ვცემ ჩვენ დღევანდელ დიდ სახელმწიფოებს, ჩვენ მეზობლებს. ირანი იქნება თუ ჩვენი პარტნიორი, თურქეთი. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ დღევანდელ პირობებში და დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ გვიკრძალავს და არავის არ აქვს უფლება არ გვიკრძალოს, რომ ჩვენ წინა ისტორიაზე ობიექტური დასკვნები გავაკეთოთ, ობიექტურად შევისწავლოთ. პერეკლე მეორის მეფობის ხანა, რომელმაც გადაწყვიტა ქართლის ბედი, როგორც ჩვენ დიდი პოეტი იტყოდა რა, ნიკოლოზ ბარათაშვილი. რა ვქნათ, როგორ შევაფასოთ ელემენტარულ არგუმენტს მოვიყვან, რომელიც სხვათა შორის აქამდე შეიძლება, რომელსაც აქამდე შეიძლება ცოტა აქცევდა ყურადღებას, მაგრამ ჩვენ მივაქციეთ ყურადღება ამას. ერეკლე მეორე შეიძლება შემცდარიყო, მაგრამ ის არ შემცდარა, როცა ის ბრძოლებითი ნაბიჯები დადგა. დიდი ივანე ჯავახიშვილი წერდა, სხვა შორის ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი საზოგადოება ხშირად ხდება მსხვერპლი ჩვენს ვიკიპედიაში გაბნეული ინფორმაციების. ამ ქართულ ვიკიპედიას არაფერი არ ეშველა. ვერც ერთ ინფორმაციას თავიდან ბოლომდე რო წაიკითხა, 1, 2, 3 შეცდომა როგორც გამოწერილი ყოველთვის არის. ეხლა მე გუშინ რა არის დასამალი ამაში გადავათვალიერე, მე ჩემ დაწერილი წიგნებს ლექცია რომ აქვს, ჩემ დაწერილი წიგნებს ვათვალიერებ ხოლმე, იმიტომ რომ რავი იტყვის, რომ ესე იგი ყველაფერი კარგად ახსოვს და ყველაფერი დეტალურად ახსოვს 10 თუ 15 წლის წინ დაწერილი წიგნიდან. არა, სპეციალურად შევისწავლე ეს საკითხი და მე ჩამოგითვლით იმ მეფეებს, ქართლის და კახეთის მეფეებს და იმერეთის მეფეებს, რომლებმაც ან რამდენჯერმე, ან ორჯერ მაინც, ან ერთხელ მაინც მიმართეს რუსეთს მფარველობისათვის. ჩამოგითვლით და მოდი დავთვალოთ. მე კი დათვლილი მაქვს, მაგრამ მე მინდა რომ მოგიწოდოთ, როგორც ჩემს საპატრიოტიზმო მსმენელებს, ასევე ჩვენს სხვა მსმენელებსაც, რომლებიც მომავალში შეიძლება აღმოჩნდნენ. მე ჩამოვთვლი უბრალოდ ამ მეფეებს, არ ჩამოვთვლი მათ მეფობის წლებს, მათ როდის გაუგზავნეს, რა პირობებით გაუგზავნეს, თავარი რომ მათ მფარველობას ისინი მფარველობას თხოვდნენ რუსეთის ხელმწიფეებს. მოდი ჩამოვთვალოთ. ალექსანდრე პირველი, კახთა მეფე. ლევან პირველი, კახთა მეფე, მისი შვილი. არა, ავგიური შვილი. ალექსანდრე მეორე, ვიზედაც საუბარი გქონდა, კახთა მეფე. დავით პირველი, კახთა მეფე. გიორგი მესამე, იმერთა მეფე.
ალექსანდრე მესამე იმერთა მეფე არ დაგვავიწყდეს ვის თვლით ჩამოთვლაში ჩამოთვლა მიმდინარეობს იმ მეფეების რომელმაც ერთხელ მაინც უმეტესობა ორჯერ და რამდენჯერმე ალექსანდრე მესამე ვთქვით ბაგრატ მეოთხე იმერთა მეფე არჩილ მეორე რომელიც რამდენჯერმე კახეთის მეფე იყო რამდენჯერმე იმერეთის მეფე იყო და ყველა პოზიციიდან და სტატუსიდან თხოვდა ფარველობას რუს ხელმწიფეებს ალექსანდრე მეხუთე იმერეთის მეფე გიორგი მეათე ქართლის მეფე როსტომი რომელიც პირდაპირ ხაზით იყო ირანის მორჩილი ყმა ქართლი ფაქტობრივად სახანო იყო მაშინ ჩვენ ვეძახდით როსტომ მეფეს თორე როსტომ ხანი იყო ფაქტობრივად ისიც კი ჩუმად საიდუმლოდ ცდილობს რუს ხელმწიფეებს დაუკავშირდეს და რაღაც პირობებზე შეთანხმდნენ ფარველს ეძებს კიდევ უფრო უარესი გასაკვირია ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზი ესეც კი ეძებს რაღაც გზებს და მოკავშირეობას რუსეთთან ნუ ვახტანგ მეექვსე საყოველთაოდ არის აღიარებული და ვიცით მის შესახებ სულხან-საბას შესახებ ისიც კარგად ვიცით რომ პეტრე როგორ მოატყუა და ისიც კარგად ვიცით რომ მასაც და მაშინდელ საქართველოსაც ძვირად დაუჯდა ხშირად ძვირად ჯდებოდა ეს ამბავი მაგრამ მეფეები იმით განსხვავდებიან ჩვეულებრივი მოკვდავებისაგან რომ მათ სახელმწიფოს და მოსახლეობის ბედი უნდა გადაწყვიტონ და რა ვქნათ ჩვენ მეფეებს რა უსაყვედუროთ ის რომ მაშინდელი ირანისაგან და ოსმალეთისაგან თავდახსნა უნდათ ვახტანგ მეექვსეს ეკუთვნის ერთი გენიალური ფრაზა ის უნდა დავიმახსოვროთ აუცილებლად აი ეს 2 საუკუნენახევრიანი ბრძოლა მიმდინარეობდა რისთვის რა თქმა უნდა დამოუკიდებლობისათვის მაგრამ ის უფრო აზუსტებს ის სიტყვა უფრო კარგია რა თქმა უნდა თავისუფლებისთვის მაგრამ ამ სიტყვასაც იჯობია რომ ესაც ახლა გეტყვით ბრძოლა გამოხსნისათვის მე ვიტყოდი ეს გენიალური ფრაზა გამოხსნისათვის იმათი კლანჭებიდან ანუ ერთი სული აქვთ ქართულ მეფეებს აი იმ ჩამოთვლილებს და კიდე ჩამოსათვლელებს დავიმახსოვროთ და დავთვალოთ პირველი ეს უკვე ბოლო ნაკადია თეიმურაზ პირველი ვთქვი თეიმურაზ მეორე დავით მეორე იმერთა მეფე ნუ ერეკლე მეორეზე დღეს აგვაქვს საუბარი მაგრამ უნდა მივათვალოთ გიორგი მე-12 რომელიც ჯერ გიორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას ითხოვდა და მერე ოპორტუნისტი გახდა და გადაუხვია და ბოლოს სოლომონ მეორე ამით მთავრდება ამ მეფების ახლა მე თქვენ გეკითხებით მეგობრებო შეიძლება ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი ერთი მეფის გადაწყვეტილებად შეფასდეს ვერავით არ შემთხვევაში ეს იყო ტრადიციად ქცეული ბრძოლა გამოხსნისათვის და ბოლოს დასკვნა რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ ამ ყველაფრიდან რა თქმა უნდა გეორგიევსკის ტრაქტატი იმ დროისა და იმ ტყავისა და იმ ვითარების მიხედვით უნდა შეფასდეს მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ როგორც გამოცდილება რომ ჩვენ საქმე გქონდა არა სანდო პარტნიორთან რუსეთის ხელმწიფეების სახით რუსეთის მონარქიის სახით არა სანდო მოკავშირესთან და არა სანდო მეგობართან პირიქით ჩვენ გქონდა საქმე ფარისეվել ხელისუფლებასთან ჩვენ გქონდა საქმე მატყუარა ხელისუფლებასთან რომელმაც დაარღვია ეს გეორგიევსკის ტრაქტატი როგორც სიტყვიან თავზე გადაგვახია და გააუქმა ეს სახელმწიფო მიიტაცა ქართველი ბაგრატიონების სამეფო როგორც სოლომონ მეორე წერდა 1811 წელს დიდ ნაპოლეონს საფრანგეთის იმპერატორს რუსეთის ხელმწიფემ სამეფო წაგვართვა ამ სიტყვებს წერდა ნაპოლეონს და ნაპოლეონის იმედი ჰქონდა
1811 წელია ეს უკვე. უკანასკნელი გვირგვინოსანი იმერთა მეფის ხაზით. მერე ეს პრაქტიკა 117 წელი გაგრძელდა. ამ 117 წლის განმავლობაში ჩვენ კი არ უნდა ვაკრიტიკოთ ეს ტრაქტატი პირიქით. ჩვენი წინაპრები 1801 წლიდან 1917 წლამდე, რომლებიც თავისუფლებისათვის იბრძოდნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის, ეს ტრაქტატი იყო მათი დროშა, დაგვიბრუნოთ ის პირობები, ის სახელმწიფო, რომელიც დაფიქსირებულია ტრაქტატით. ამ დროშით მიმდინარეობდა 1802 წლის აჯანყება, 1804 წლის მთიულეთის აჯანყება, 1812 წლის კახეთის აჯანყება, შემდგომი აჯანყებები, შემდგომი პარტიები უკვე 1907 წელს ქართველი მოღვაწეები და პარტიები ცნობილი პატრიოტის პოლიტიკური მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის მეთაურობით და ხელმძღვანელობით პეტიციას ამზადებენ. ამ პეტიციას 3000-მდე კაცმა მოაწერა ხელი. ეს ჩვენმა ისტორიკოსებმა იპოვეს, გამოაქვეყნეს. ეს ხელმოწერები თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, შეიძლება თქვენი გვარები იპოვოთ იმ 3000 კაცში, რომელმაც ხელი მოაწერა და საციმბიროდ გაიხადა საქმე, ხელი მოაწერა ამ ტრაქტატ ისა პეტიციას. იქ მე ჩემი გვარი ვიპოვე და ძალიან გამიხარდა მათ რო გითხრათ. ვეღაც ელიაზარ შველიძე ყოფილა. ჩვეულებრივი პატარა ადამიანური ის არის სიამოვნება, რომ შენმა მოგვარემ საციმბიროდ გაიხადა საქმე და ამ პეტიციას მოაწერე ხელი. პეტიცია მიმართული იყო ჰააგის საერთაშორისო კონფერენციისადმი, რომელსაც ქართველი ეს 3000 კაცი და მოღვაწეები თხოვლობდნენ, რომ საერთაშორისო სამართალი ჩარეულიყო ქართულ საქმეში და გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე დაგხმარებოდა დაკარგული სახელმწიფოს დაბრუნებაში, აღდგენაში. აი ხედავთ რა მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ გავაგრძელოთ, რომ უკმარობის გრძნობა არ დაგჭირს. დამთავრდა, გავთავისუფლდით პირველი რესპუბლიკის წლებში რუსეთისაგან. ახალი ხელშეკრულება დავდეთ საბჭოთა რუსეთთან 1920 წლის 7 მაისს. იქ დაფიქსირდა პირველივე მუხში ეწერა, რომ რუსეთი, საბჭოთა რუსეთი ვალდებულად რაცხს თავს, რომ არ ჩაერევა საქართველოს სახელმწიფოს შინაურ საქმეებში. ბედის დაცინვა ერთი წელიც არ გავიდა იმის მერე 1920 წლიდან 7 მაისიდან 1920 წლის 7 მაისიდან გავიდა სულ რაღაც თვეები და 1921 წლის 25 თებერვალს რა მოხდა, ეს თქვენ ჩემზე არანაკლებად კარგად იცით. ანუ ესე იგი ჩვენ კიდევ არასანდო პარტნიორებთან გვაქვს საქმე. ახლა უკვე საბჭოთა იმპერიის სახით. იმანაც მოგვატყუა. იმანაც თავზე გადაგვახია ხელშეკრულება. რა ხდება? ესე იგი რა? რუსეთი ქერქს იცვლის, მაგრამ რუსეთი კვლავ ისევ ერჩება ნარადიულ რუსეთთან. მე ახლა დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას აღარ შევეხები. მე გავიხსენებ უბრალოდ, როგორც ფაქტს 1991-12 წლებში რა მოხდა. გავიხსენებ ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს. რო არ გავიხსენოთ შეიძლება განა და გავიხსენებ რაც არ უნდა დიდი ყოფილიყო ჩვენი პოლიტიკური მომწიფებლობა თუ აჩქარება და მაშავე 2008 წელს მოხდა ის რაც მოხდა და ეს რუსეთის სინდისია, რა თქმა უნდა, თანამედროვე რუსეთის სინდისი. ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ და ასე უნდა ვიმოქმედოთ. ფრთხილად, მოზომილად, დიპლომატიურად და სამართლებრივად. მშვიდობიანი გზებით. კი ბატონო, ამაზე თანახმავარ. იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ, ვის ვეჩხუბებით, როგორ ვეჩხუბებით და სანამ არ დავწმუნდებით, რომ გავიმარჯვებთ, მანამდე ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ. მე ამით მინდა ჩემს პატრიცემულ აუდიტორიასთან, პატრიცემულ მსმენელებთან
დასრულებულად გამოვაცხადო. შეიძლება რაღაც გამომჩა. ყოველ შემთხვევაში ძირითადი მაინც თქვი და აი მე გთხოვთ, როცა თქვენ რაღაც არგუმენტები დაგჭირდებათ, აი ეს ჩამოთვლილი არ ვიცი დათვალეთ თუ არა, მაგრამ მაინც მოგეხმარებით 21 მეფე წარმოიდგინეთ 2 საუკუნის მანძილზე. 21 მეფე თხოვლობს რუსეთის ხელისუფლებას. ეს ჩვენი უბედურებიდან გამომდინარეობს, ეს ჩვენი იძულებიდან გამომდინარეობს. იძულებითობა ისტორიული ხვედრიდან გამომდინარეობს და არა იმ ვეღაცა ალექსანდრე ბაქარიძიდან, რომელიც თურმე ჯერ ქერიმ ხანთან იყო დამეხმარა ერეკლეს წინააღმდეგ ლაშქრობაშიო. მერე ფათალი ხანთან იყო აზერბაიჯანის მაშინდელ მმართველთან. ვერც ერთმა ვერ გაბედა ერეკლესთან დაპირისპირება. 1792 წელია და კიდე ერთი დეტალი დამავიწყდეს უკვე დავიწყებულის კივრიდან. ერეკლე პირდაპირ რუსეთს არ მიმართა. 1791 წელს და 92 წელს მან ორჯერ გაგზავნა ელჩობა ავსტრიის მეფესთან, იოსებ მეორესთან, ავსტრიის იმპერატორთან და მას თხოვდა დახმარებას. ან 2 პოლკი მომეციო, ან 2 პოლკის შესანახი ფული მომეციო. მეტი არაფერი არ მინდაო, ჩემი მტრებიო მაშინე გაიქცევიან. ამ კაცს ჰქონდა ეს ის კი არ იყო, რა ქვია, უნიათო და სუსტი გიორგი მე-12. ერეკლე მეორე უნდა წარმოვიდგინეთ ჩვენ უზარმაზარი ვაჟკაცი, უწყინვალესი მხედართმთავარი, კაცი რომელზეც ევროპის გაზეთები წერდნენ, კაცი რომელზეც ლეგენდები დადიოდა. მე მქონდა ბედნიერება რომ ბარემ გავიხსენებ თქვენ ის ნებართვით 1984 წელს დღევანდელ პეტერბურგში, მაშინდელ ლენინგრადში ვიპოვე მაშინ ცენტრალური გაზეთი. ეს არის 1750-იანი წლების გაზეთი სანქტ-პეტერბურგის ведомости და იმ გაზეთს რო ვათვალიერებდი 16 ცნობა ვნახე ერეკლე მეორის შესახებ. ეს ცნობები ბეჭდებოდა ალეპოში, ვენაში, პარიზში, კონსტანტინოპოლში. ლეგენდები დადიოდა ამ კაცზე. ეს კაცი ის არ იყო, მე ივანე ჯავახიშვილი სხვა შორის ერთ მომენტში საყვედურობდა ერეკლე მეორეს, რომ აი პირველ ომში ოსმალეთთან რო იყო 1768-74 წლებში არ უნდა ჩარეულიყო. ეს კარგია, ეხლა კაბინეტში როდი ხარ, დიდი ივანე ჯავახიშვილი ჩვენი მაგალითია, ჩვენ დიდი ისტორიკოსი, ჩვენი სანიმუშო ისტორიკოსი, იმისგან სწავლობთ ჩვენ უამრავ რამეს. მაგრამ ხანდახან ისტორიკოს შეიძლება შეეშალოს, ან რაღაცა ვერ გაითვალისწინოს. რომ ერეკლე დიდგულოვანი მეფე იყო და მას ეგონა რომ დაიბრუნებდა იმ ახალციხის საფაჩოს და სამცხის საათაბაგოს და სადაბედი. შეიძლება აჩქარდა კიდეც და ბატონი ივანე მართალია, მაგრამ ეს დანაშაული არ არის. ივანე ჯავახიშვილის არც ერთი წინადადებით არასოდეს უარყოფითად არ შეუფასებია ერეკლე მეორის მოვაწეობა. პირიქით დიდი ღვაწლი მიუძღოდაო მასო საქართველოს წინაშეო და ამით დავასრულებ, რომ ჩვენი ვიკიპედია რო გადაშალოთ, იქ წერია შავით თეთრზე, რომ ივანე ჯავახიშვილი უარყოფითად აფასებდაო ერეკლეს ტრაქტატს. არავითარ შემთხვევაში. ეს არის ტყუილი, ცინცხალი ტყუილი. ივანე ჯავახიშვილის სიტყვები ნახევრად ზეპირად მახსოვს. იმიტომ რომ ის ჩემი ის არის საკვლევი მაგალითია, რომ ვისთან არ სცადა ერეკლე მეორე დაკავშირება. ეს შეფასება გაკეთებული 1919 წელს გამოცემულ ივანე ჯავახიშვილის წიგნში. დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის მე-18 საუკუნეში. და წერია, ვისთან არ მივიდა, ვისთან არ სცადა ურთიერთობა, მფარველობა, არავისთან არაფერი არ გამოვიდა. იქ მიხვდა, რომ ევროპა ვერაფერს ვერ გააკეთებდა მის საშუალად. ის დაარწმუნდა ევროპის იზოლურებაში, რომ მიხმარებოდა საქართველოს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგა ეს ნაბიჯი. ანუ ივანე ჯავახიშვილი ამას იძულებით, ისტორიიდან და რეალობიდან გამომდინარე იძულებითობად აფასებდა.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კითხები არ გქონთ? კი ბატონო. რა ვიცი, ესე იგი თუ კითხვები არ არის, მაშინ ესე იგი შევსა საკუთარი თავის ქებისაგან, მაგრამ ისე გამოდის, რომ ისე ჩამოვაყალიბო. კი, ნამდვილად ვასწრებ. ნამდვილად ისე ჩამოვაყალიბო, აღარ დავჭერდი. მაინც თქვენ როგორ მიგაჩნიეთ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ალტერნატიულ ისტორიაში. ისტორია რო არ დაეწერა, ტრაქტატი რა მოხდებოდა? რო არ მოეწერა ხელი და რო არ შემდგარიყო ეს ტრაქტატი. მეგობრებო, ეხლა ჩვენ გულახდილ საუბარში ვართ ერთმანეთთან და დასამალე არაფერი არ აქვს და შეიძლება ცოტა ხნით რახან ძირითადი მოხსენება დამთავრდა, ცოტა ხნით ვიფანტაზიოროთ და წარმოვიდგინოთ უარყოფითი სცენარი, წარმოვიდგინოთ დადებითი სცენარი. ჯერ წარმოვიდგინოთ რაც მოხდა რუსეთისაგან მარტო შვება და მოსვენება არ ყოფილა საქართველოში. ქართველები ბევრჯერ აჯანყდნენ რაღაც სიკეთეებთან ერთად უამრავი უბედურება გაინცადა ქართველმა ხალხმა. შემოიტანეს რუსებმა ბარბაროსული წესები, ბატონყმობის ბარბაროსული წესები. ქალიშებმა უღელში. ეს ქართველი კაცისათვის იყო, აი ახლა დღეს რო შოკს ეძახიან, შოკის მომგვრელი, თავს არ დამცემი. ქალის უღელში შებმა. ქალის გაწყებლა. მერთო ჩემო, დღესაც კი საოცარი ამის წარმოდგენა. არა, მით უმეტეს საქართველოში, სადაც ქალს ყოველთვის დიდ პასტიჟს სცემდნენ და ქალი პოეტური მუზა იყო და ქალზე დაიწერა ის პოემა, რომელზეც ჩვენ დღემდე და ამის მერე დიდხანს ვიამაყებთ, რა. კი ბატონო. მაგრამ რაღაც კარგი რაღაცები მოხდა, კარგი რაღაცები იცით როდესაც მოხდა, როდესაც კი მოხდა. აი მაგალითად ირანის ყაენებმა გიორგი ბრწყინვალეს სამეფო გაუერთიანეს, თვითონ მიეხმანნენ სამეფოს გაერთიანებაში. ეს ხო დადებითი იყო და ეს ირანის ყაენების დროს მოხდა. ეგეთ როცა ერთიანდებოდა ხანდახან ისინიც გვეხმარებოდნენ. მაგალითად, როცა ყიზილბაშების წინააღმდეგ ვიბრძოდით, თურქები გვეხმარებოდნენ. როცა თურქების წინააღმდეგ ვიბრძოდით, მაშინ ყიზილბაშები ჩვენ ხანდახან იბრძოდნენ. ისე რომ სიკეთეები იმათ დროსაც კი იყო. მაგალითად, 1732 წლიდან უბრალოდ 1632 წლიდან 1730-იან წლებამდე ქართლ-კახეთი ცხოვრობდა ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი ირანიზაციის პერიოდში. ბრძოლები და ომები მაშინაც იყო, მაგრამ განსაკუთრებით მე-17 საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართლ-კახეთში გარკვეული მშვიდობიანობა დამყარდა, იმიტომ რომ ჩვენი მეფეები დაემორჩილნენ. მაჰმადიანობა მიიღეს და დაემორჩილნენ, შეურიგდნენ ცოტა ხანი ირანის ბატონობას. და მაშინ როსტომმა და შაჰნავაზმა ვახტანგ მეხუთემ ხიდები აღადგინეს, ვაჭრობა აღადგინეს, ქალაქები აღადგინეს. სასახლე ააშენა როსტომ ხანმა ისეთი, რომ ფრანგებს გაუკვირდათ, ფრანგები იყვნენ აქ ჩამოსულები. ფრანგებს გაუკვირდათ ისეთი სასახლე იყო. ეხლა იქიდან აღარაფერი აღარ არის დარჩენილი. ჩვენ ხო მადლობა ღმერთს ეკლესია მონასტრები მაინც შემოგვჭა, მაგრამ საერო შენობა ფაქტობრივად არ არის დარჩენილი საქართველოში. აი მარტო აქედან უნდა წარმოვიდგინოთ რა უბედურება იყო. მაგრამ ეხლა თქვენი თხოვნა, შეკითხვა უბრალოდ. წარმოვიდგინოთ უარესი სცენარი. უარესი სცენარი ისაა, რომ ჩვენ გველოდებოდა ქრისტიანობაზე უარის თქმა. ან სიკვდილამდე უკანასკნელ კაცამდე გაწყვეტა, ან ქრისტიანობაზე უარის თქმა. მოკლედ და კონკრეტულად. ეს ხომ გითხარით რა, უარესი სცენარი ყველაზე. რაც სავსებით რეალური იყო.
იმიტომ რომ ეს ამასიის ზავი მაშინ ირანს და ოსმალეთს ევროპა ანგარიშს უწევდა მეგობრებო. და მე მე-19 საუკუნეებშიც ეხლაც კი მაშინ ხო საფრანგეთისთვის ოსმალეთი და თურქეთი იყო ტრადიციული მოკავშირე. ერთი-ორჯერ დაირღვა ეს მოკავშირეობა, ტრადიციული. და ბრიტანელები ხშირად ეხმარებოდნენ ირანს შეიარაღებაში სამხედრო კონსტრუქტორებით, იარაღით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისე რომ ისინი თავს არ ვიცი გამოვიდებდნენ საქართველოსთვის და კავკასიისთვის, არ ვიცი. განა იმიტომ რომ ცუდი ბიჭები არიან და გოგოები, ევროპელები. არავითარ შემთხვევაში შორს იყო ევროპა. შორს იყო. იცი არა ეხლა არის კომუნიკაციები ესე დაახლოებული და ეხლა ვართ. დედამიწა გაერთიანდა ბოლოს და ბოლოს არა და გადაადგილება ისეთი აღარ არის, როცა საწყალი თეიმურაზ მეორე თვენახევარი მიდიოდა იმიდან ყიზლარიდან პეტერბურგამდე. არა, ეხლა მასე აღარ არის, მაგრამ დღესაც კი ევროპა იძულებულია, რომ ანგარიში გაუწიოს რუსეთს. და დღესაც კი შეერთებული შტატები იძულებულია ანგარიში გაუწიოს რუსეთს. მეტი არაფერი. და ეხლა უკეთესი სცენარი ის იქნებოდა მეგობრებო, რომ რუსეთს არ დაერღვია ტრაქტატი. ესე უსინდისოდ არ მოქცეულიყო და ყოფილიყო ის სამეფო, ჩვენ დავემორჩილებოდით, ჩვენ ყოველთვის მათ მხარეზე ვიქნებოდით და აღმოსავლური ისლამი ჩვენ ისიც გვეშინოდა, იმიტომ რომ ისინი აგრესიულები იყვნენ მაშინ, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის საფრთხე აღარ იქნებოდა. და რა დაემართათ იქ მოხვედრილ ქართველებს, ეს თქვენ ჩემზე არანაკლებად კარგად იცით, რომ თემა ქართველებამ იქიდან საიდანაც ქრისტიანობა დაიწყო, ტაო-კლარჯეთიდან, გრიგოლ ხანძთელმა იქ ააშენა პირველად ეკლესია მონასტრები. იქიდან გავრცელდა საქართველოში. კაპადოკიას ესაზღვრებოდა ტაო-კლარჯეთი და იქიდან შემოვიდა ნინო კაპადოკიელი საქართველოში. არა? და ფიქრობენ კიდეც იმასაც კი ფიქრობენ, რომ შეიძლება ქართული ესმოდა კიდეც და იცოდა კიდეც. არ ვიცით, ახლა ამაზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კაპადოკიაში მაშინ ჯერ კიდე ქართველები ცხოვრობდნენ, ქართული მოდგმისტომები. არა? მაგრამ აგერ მე-17-18 საუკუნეში ჩვენი ქართველობა ოსმალეთსაც რო არ მოეხდინა ზეწოლა, ისეთი კანონები ჰქონდათ ოსმალებს, რომ თვითონ თქვენს უარი ქრისტეზე. ელემენტარულად მიწას აძლევდნენ, მიწას უტოვებდნენ, თუ ქრისტიანობაზე უარს იტყოდა. ხوارა და ჯიზია უნდა ეყო. ხო და ერთი თაობა გაუძლევდა, მეორე თაობა გაუძლევდა, მესამე, მეოთხე, მეხუთე ვერ გაუძლევდა. უმიწოდ გაგონილა ქართველი კაცის ცხოვრება. ეს დღეს არის, რომ რეგულებით ამასწორენ. ადრე ეგრე არ იყო. კი ბატონო. მე მაქვს ერთი შეკითხვა. ოპონენტების თავარი მოსაზრება არის ხოლმე, რომ შეიძლება ავდგე. ოპონენტების თავარი მოსაზრება არის ხოლმე, რომ ერეკლემ არ აწარმოა, ასე ვთქვათ, მჭიდრო ურთიერთობები იმერეთის სამეფოსთან. სოლომონი იყო ხო იმ პერიოდში, რომ სოლომონთან. თითქოს ახალგაზრდა სოლომონს უნდოდა ქონდა ეს გაერთიანების იდეა და ასე ვთქვათ, ერეკლეს რო უფრო კარგი ნაბიჯები გადაედგა, შეიძლება რომ ერთიანობისთვის მიგვაღწია, მაგრამ აი თქვენ რაც ბრძანეთ, გამორიცხავს ისედაც აი სამთავროები იმდენად განთქმული იყო სოლომონისგან, სულ რო სდომოდა თავშად სოლომონს და ერეკლეს არ ვიცი სწორად გავიგე თუ არა კითხვა და მოსაზრება. ყოველ შემთხვევაში გეორგიევსკის ტრაქტატის ერთ-ერთ მუხლში დაფიქსირებული იყო, რომ სოლომონ პირველს და ერეკლე მეორეს შეთანხმება უნდა დაედოთ ერთმანეთთან, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ არ იბრძოლებდნენ. ეს რატო იცით? ხო გითხარით, რომ უფრო სწორად მინდა რომ გაგახსენოთ, რომ იმერეთის სამეფო ოსმალეთის ხელდებურად და ხმად ითვლებოდა. აი იმ დაწყევლილი ამასიის ზავის პირობების გამო. ამიტომ ერეკლე მეორე და სოლომონ მეორე სხვადასხვა სახელმწიფოში ცხოვრობდნენ ფაქტობრივად.
სხვადასხვა სახელმწიფოში. ეს დაარღვია ერეკლემ ეს ამასიის ზავი და ამიტომ ეკატერინე მეორე ეუბნება ერეკლეს, რომ მტრულად ნუ გაიქნები იმ ოსმალეთთან. მტრულად ნუ გაიქნები ოსმალეთის ხმა სოლომონ მეორესთან. დაახლოებით ამ პრეტექსტს გულისხმობდა. მოურიგდი, შეუთანხმდი. ანუ ესე იგი ის რას ეუბნებოდა იცით ამით? იცოდა ერეკლეს ხასიათი, რუსეთის იმპერატორებმა, იცოდნენ ერეკლეს დაუდგრონლობის ხასიათი და იცოდნენ ისიც, რომ დღეს თუ ხვალ შეიძლებოდა შევარდნილიყო იმერეთში და დაემორჩილებინა იმერეთ და შემოეერთებინა. ამის ზღვარზე მივიდა კიდეც ერეკლე მეორე თითქმის. უпростоრად იმერლები ხო გამოცხადნენ. ეს წინასწარ იცოდა ერეკლე მეორემ, რომ იმერეთის დელეგაცია მოდიოდა, ჩამოვიდნენ და 99 წელს, 90 წელს თხოვეს მფარველობა და შეერთება, პირდაპირ შეერთება თხოვეს. ჩვენი მეფეო დავით მეორე უზურპატორიო, მან მიიტაცა ისაო, რა ქვია, ტახტიო, გადმოვაგდოთო და შენი ყავი ჩვენი მეფეო. ეხლა ბევრი ამას შეცდომა თუთლის. არავითარ შემთხვევაში შეცდომა არ იყო. პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ ეგეთი მეომარი კაცი იყო, აი დარწმუნებული ვარ, მაგალითად, შიმონ მეფე რო ყოფილიყო, ის აუცილებლად შევარდებოდა იმერეთში. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ის ფიცხი და მეომარი კაცი იყო. ისეთ წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებდა, რომ შიმონ პირველი. ძვანილი რო უყვარდა. ხო, შიმონ გიჟსაც ახდია. იტალიელი მოგზაური იყო ჩამოსული და იმყოფებოდა ჯაფარ-ფაშა. ყაიმად ოსმალეთის ხონთქარმა გამოგზავნა ჯაფარ-ფაშა 20,000 კაცით. ყოველ წელს გზავნიდა, რატო იცით? თბილისი ალყაში ყავდა მოქცეული და საჭმელ-სასმელი უთავდებოდათ იმ უბედურებს. ოსმალო ციხეში გარნიზონი ვინც იყო და ხონთქარი ყოველ წელს გზავნიდა ლაშქარს, რომელსაც სურსათი უნდა შეეტანა და ისევ უკან უნდა წამოსულიყო. ეს 15 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა. აი ერთ-ერთი ჯაფარ-ფაშა იყო შემოსული ამ ჯარით და ხვალზე გასვლას აპირებდა. სიმონ მეფე მიადგა რამდენიმე კაცით ამალით, ის ღოროტოტო იყო რაღაცა ისეთი საკრავი, რომელიც ძალიან დიდ ხმაზე ვრცელდებოდა ეს. ჩააბერა იმის მამალის წერმა, მეაქავალი და გამოიქცნენ უკან და ისინი გამოენთნენ უკან, ხო, ამას წინ უძღოდა რა, პატარა რაზმით იყო მისული, დაესხა თავს, ააოხრა, გადაბუგა იქაურობა, დახოცა რამდენიმე ჯარისკაცს და გამოიქცა უკან. ამას ყველაფერს ის იტალიელი მოგზაური უყურებდა ამ ყველაფერს და მე აღწერა და ეხლა გამოქვეყნებულია. აი ესეთი მეფეები ყავდნენ, რომლებიც დაუფიქრებდათ და შევარდებოდნენ ოსმალეთის წინააღმდეგ საომრად, მაგრამ ერეკლე თავის წარმოუდგენელ სიამაცესთან ერთად დიდ ჭკუა გონებას ფლობდა და მან უარი თქვა შეერთებაზე. ჩვენი მაშინდელი ისტორიკოსები აბრალებდნენ, რომ აი დარეჯანი იყო, დარეჯანის ბრალიაო, რომ იმერეთი არ შემოიერთა. ეს დარეჯანი განტევების ვაცად ყავს ისტორიკოსების მათ კატეგორიას ან კრიტიკოსებს. ყველაფერი ბრალდება დარეჯანს, საერთოდ. სხვა შორის იმ დარეჯანის უარყოფითი შეფასება დღესაც არ არის მოგვარებული. დღესაც ბევრი უარყოფითი თითქოს დარეჯან დედოფალი მე არ ვიზიარებ მაგ თვალსაზრისს, იმიტომ რომ დარეჯანს არც ისეთი უფლება ჰქონდა, რომ თავის ქმარზე ზეგავლენა მოეპოვებინა და რაღაცა, ყოველ შემთხვევაში მე არ ვიზიარებ მაგას და იყო დიდი პატრიოტი და ძალიან ძლიერი ქალი. შემონახულია მისი რო გადაასახლეს, რუსეთის ხელისუფლებამ რო გადაასახლა 1802-3 წლებში ის საწყალი ყოველ დღე ავადმყოფობას იმიზეზებდა და ყოველ დღე გარკვეულ სოფელში ჩერდებოდა, სანამ საქართველოდან გავიდოდა. ანუ ეთხოვებოდა თავის სამშობლოში. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეხლა დარეჯანს თავის სამშობლო არ უყვარდა. კრახელობაა ეს, არ შეიძლება. ხო და აი ის რა ქვია, მუხლი ხო, რატო არ შემოიერთა იმერეთი? იმიტომ რომ ჯერ ერთი
იცოდა რომ რუსეთი არ დაეხმარებოდა. რუსეთი ებრძოდა ოსმალეთს, მაგრამ წინასწარვე შეთანხმებული იყო, რომ ომები, ბრძოლები გაემართებოდა დუნაისპირეთში. საომარი ფრონტი, ორივე მოწინააღმდეგე სახელმწიფო შეთანხმებული იყო, რომ დუნაისპირეთში იბრძოლებდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ. და საქართველოს კავკასიის ფრონტზე არ იბრძოლებდნენ. ხანდახან ხდება ხოლმე ეს მოწინააღმდეგეებს შორის შეთანხმება. და იცოდა რომ რუსეთი არ დაეხმარებოდა და მარტო ერეკლე ოსმალეთს, ანუ ესე იგი რა მოხდებოდა, ოსმალეთი შეიჭრებოდა ერეკლე მეორე შეიჭრებოდა ოსმალეთში, აიღებდა დიდი ახალციხეს, შეიძლება ხერთვისი აეღო, შეიძლება აწყური აეღო, მაგრამ მე იქიდან რამდენიმე საფაშოს ჯარი დაიძრებოდა, დაახლოებით 20-30,000 კაცი, რომლის შესაძლებლობაც ერეკლეს არ ჰქონდა. ყველაზე დიდ ჯარს ერეკლე მოუყარა თავი ასპინძის ბრძოლაში 7-8,000 კაცი ყავდა. თუმცა კიდე იყო ერთი ეპიზოდი, რომ სადღაც როგორც ამბობენ დღევანდელი ისტორიკოსები, სადღაც 15-20,000 კაცს მოუყარა თავი და ერევნის აღება უნდოდა, მაგრამ ეს როგორი შეკრებილი ხალხი იყო, ვიცით, რომ ესაც დიდი 1-2 კვირა გააჩერა. ეს წანისის მერე ხო? ერთი ხო, ნუ მოლაშქრეები იყვნენ და იმას პროვიანტი უნდა, საკვები უნდა, რეგულარული მიწოდება. ეხლა ამის თავი სადა ქონდა, მოლაშქრეები იყვნენ ჩამოსული ჩურჩხელებით და ტიკებით. სასმელი მოქონდათ და ჩურჩხელა კალორიული იყო და შეიძლება ეხლა სალათაც ქონდა წარმოებული, მაგრამ ის სალათა 1-2 დღეში გაუთავდებოდათ. არა, ან ხორცეული. 1-2 კვირაში გაუთავდებოდათ. ამიტომ იძულებული გახდა, რომ გაეშვა ეს ჯარი და დაეტოვებინა მორიგე ჯარი და აი ამ მორიგე ჯარით დაუხდა აღა მაჰმად ხანს. მორიგე ჯარით და კიდე სოლომონი ეხმარებოდა მეორე 2,000 კაცი წამოიყვანა იმ კაცმა. შვილი იყო ის მისი. ტოტლებენი მართლა ბორჯომში შეჩერდა და აღარ გაყვა ასპინძი. ვერ გავიგე. ტოტლებენი გენერალი. ხო, ის არ ხო, ეს ცალკე ეპიზოდია. ბორჯომამდე მიყვა და იქ გაჩერდა რა, აღარ გაყვა ასპინძაზე, ხო? აი, როგორ არის იცით საქმე? დადასტურებულია, ხო, ბევრი ტოტლებენს აბრალებს მაგას. მე მივნების დროს აღმოაჩინე, არა მივნების დროს არა, ალექსანდრე ცაგარელს ადრე ქონდა მოპოვებული ეს საბუთი და ჩვენი საბჭოთა ისტორიკოსები და დღევანდელებიც არ იყო გამოქვეყნებული ეს საბუთი. უყურეთ რა ხდება. ეს ძალიან საინტერესო საბუთია, ამ წუთში არის ეს. ტოტლებენმა ვითომ გადაწყვიტა, რომ ასპინძასთან ხომ მიატოვა. ტოტლებენს დავალებული ჰქონდა, რომ არ მიხმარებოდა ერეკლეს თუ ის ომს აუტეხავდა. მიზეზი ის იყო, რომ ისევ ის ხელშეკრულება ოსმალეთს არ უნდა დაპირისპირებოდა გასაგებია. ამ ფრონტზე, კავკასიაში. მორჩა და გათავდა. და როცა ერეკლემ როგორც სიტყვიან დაუკრეფავში გადავიდა, ეხლა ერეკლემ ხო საიდუმლო ბრძანება და ინსტრუქცია არ იცოდა. ის შეიჭრა ხერთვისი აიღო, აწყურს ალყა შემოარტყა და ტოტლებენმა რომ მიატოვა ეს ერთია რომ უღალატა, მაგრამ მეორე უარესი მან ანანურის ციხე აიღო და ხალხის დაფიცება დაიწყო რუსეთის ხელმწიფის ერთგულებაზე. ეს უკვე ხელმწიფის წინე ერეკლე მეორის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდა. და იმის მაგივრად, რომ ერეკლეს ისა ეკატერინე მეორეს თავისი გენერალი გაეთათხა, გაელანძღა, ჩამოექვეითებინა, პატივი აეყარა და საყვედური ეთქვა, პირიქით ბრძანება გამოსცა. ქართლ-კახეთის თავადობას, აზნაურობას და მოსახლეობას. შეიძლება წერტილმძიმე შემეშალოს, ან სიტყვათა მიმდევრობა. ნახევრად ზეპირად გეუბნებით. ერეკლე მეორემ თავხედობა ჩაიდინა, როცა ჩვენს მიერ უფლება მოსილ გენერალს არ დაუჯერა და მის წინააღმდეგ წავიდა. ამიტომ მოგიწოდებთ
ქართლ-კახეთის მოსახლეობას მოუწოდებს რუსეთის იმპერატორი, რომ დაგმეთ საკუთარი მეფის საქციელი. ანუ აჯანყებისაკენ მოუწოდებდა. გესმით რა შეა საქმე? ეს დოკუმენტი არის საოცარი თავისი უგვანობით, რომ ერეკლე მეორის წინააღმდეგ აჯანყებისაკენ მოუწოდა. მე არაფერი არ გამოვიდა. მე მოახსენებდნენ მოხელეები, რომ ისაო ერეკლე ისე შეშინდაო. აგენტურა ხო ყავდათ, ერეკლესთანაც ყავდათ ალბათ. ისე შეშინდაო, კონფუზია დაემართაო ერეკლესო და ერთი კვირის მანძილზე თავისი ვაზირები დაძახებული ყავდაო და ეთათბირებოდაო. რა არის ახლა მაგაში? გასაკვირი, რომ ვაზირებს დაუძახა, მოამზადა ჯარი და მე იძულებული გახადა ჯარი მოამზადა. დაუპირისპირდა და იძულებული გახადა ის ვაჟბატონი ტოტლებენი, რომ იმერეთში გადასულიყო. ანუ გააქცია, გამდევნა თავის სახელმწიფო. აი ეს განკეთებლები იყვნენ რუსეთის ხელმწიფეები. ეს არ არის გამოქვეყნებული ასად, დღესაც კი მიყვარს ცოტათი მათელო გითხრათ, რომ გაზიარებული არ არის. ეს სადღაცას იმასაც წავაწყდი რა, ბატონო? მე სადღაცას წყაროებში იმასაც წავაწყდი, რომ ტოტლებენ საიდუმლო ბრძანება ქონია, დავალება უпроსტოდ იმისგან, რომ ან მოეხდინა ლიკვიდაცია ერეკლესი და თუ შესაძლებელი იქნებოდა სადმე თუ მოიხელთებდა დაეთყვევებინა და წაებძანებინა უფრო ზუსტად გეტყვით. ტოტლებენს ევალებოდა რომ ერეკლე დაერწმუნებინა დივერსიები მოეწყო ოსმალეთის წინააღმდეგ. ამაში უნდა მიხმარებოდა, თუ ის მეწმოინდომებდა ან დივერსიებს გააკეთებდა, არ უნდა მიხმარებოდა არავითარ შემთხვევაში. და ეგეთი გამოთქმაც ყია, ესე იგი მოძრავი ქალაქის მოვალეობა უნდა შეესრულებინა ტოტლებენ. ანუ ესე იგი მოძრავი ქალაქი რას ნიშნავს? თუ წარმოგიდგენიათ, აი მამლუქში სხვა შორის, აი ფრანგული კარე, ევროპული კარე არის ოთხკუთხედი, მოძრავი ოთხკუთხედი. რომაელებსაც კი ჰქონდათ ეგეთი ის. რომაელებისგან ისწავლეს ყველაფერი ევროპელებმა. ეს ევროპელები ბარბაროსები იყვნენ მეხუთე საუკუნეში და ყველაფერი რომაელების მობილური ფორტიფიკაციაა. ხო და აი ეს კარე უნდა მიყოლოდა, გვერდით უნდა ყოფილიყო ერეკლესი, თუ ოსმალები შეტევაზე გადმოვიდოდნენ და შემოვიდნენ ქართლ-კახეთის საზღვარში, მაშინ ვითომ უნდა მოხმარებოდნენ, მე დარწმუნებული არა ვარ, რომ მიეხმარებოდნენ. არც იმ შემთხვევაში, როცა ოსმალები აქეთ შემოიჭრებოდნენ. არა ვარ დარწმუნებული და ალბათ არ მიეხმარებოდნენ. იმიტომ რომ რუსეთს ეშინოდა, იმდენი ჯარი არ ყავდა, რომ მეორე ფრონტი გაეხსნა ოსმალეთისათვის. თანაც ახლა არ დაგავიწყდეთ, რომ ჩრდილო კავკასია ჯერ დაუმორჩილებელია და მათთვის ოსმალეთის ხონდქარი არის მთავარი ბრძანებელი, იმას ემორჩილებიან. მადლობა. რა ვქნათ, აი ეგეთი ისტორია გვაქვს, ქალბატონებო და ბატონებო, ღმერთმა გავაგნებინოს დღეს მაინც. აი ეგეთი. მადლობა. მადლობა.